ეს იყო ბექა მჭედლიშვილი ბათუმიდან, მადლობთ ბექა. აღდგენის დასკვნითი ტური თბილისში დაიწყო 10 დღის განმავლობაში ეთნოგრაფიული მუზეუმი საქართველოს ყველა კუთხიდან ჩასულ ფოლკლორულ ანსამბლებს უმასპინძლებს ყოველი დღე ამფითეატრში წარმოდგენები, ხოლო სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე კონცერტები გაიმართება. დღეს ეთნოგრაფიულ პარკში ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. მარტო გართობა არ არის, ეს არის კარგი ეკონომიკისთვისაც, იქნება საქმიანი კონტაქტების დამყარება ამ ხალხსა და თქოთ მათ პოტენციურ მომხმარებელს შორის, მათი ამ ხალხის პროდუქციის მომხმარებელს შორის, ასე რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სასიხარულო და ძალიან დახვეწილი კულტურული ღონისძიებების ესეთი უკვე ტრადიცია. ჩვენ ორგანიზატორებს ფესტივალი აღარ გვეკუთვნის, ეს უკვე საერთო სახალხო ფორმატით არის და განსხვავებული იქნება წინა წლებისგან რაოდენობით, აქ მოსული სტუმრების რაოდენობით, მსვლელების რაოდენობით. ევროკავშირი ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემის განვითარებას თუ სავაჭრო ურთიერთობას, არამედ ჩვენთვის კულტურული მრავალფეროვნებაც მნიშვნელოვანია. ძალიან სამბეჭდავია ის, რომ ამდენი ადამიანი სარდგენში გავეცანი პროგრამას და ძალიან საინტერესო კონცერტებსა და გამოფენებს მოიცავს.